რამდენი წელია ვსაუბრობთ კანის მოვლაზე და არასოდეს მქონია რუბრიკა კანის ისეთ პრობლემაზე თუ მდგომარეობაზე, რასაც ქვია ვიტილიგო. ვიტილიგო ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელიც განპირობებულია კანის პიგმენტაციის დარღვევით და გამოიხატება დეპიგმენტური, ანუ პიგმენტის არ მქონე ლაქებით და უბნებით სახეზე თუ სხეულზე. ეს დაავადება არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის, არ არის გადამდებით, თუმცა ხშირ შემთხვევაში ახლავს სტიგმა, თვითშეფასების პრობლემები და ზოგი შემთხვევაში ემოციური თუ სოციალური ბრძოლაც. აქედან გამომდინარე, მინდა რომ ამ რუბრიკით ავამაღლოთ ცნობიერება ვიტილიგოს შესახებ, მოვისმინოთ ადამიანური ისტორიები, ექიმთან ერთად გავიგოთ მედიცინურად რას წარმოადგენს ეს დაავადება და მე მოგიყვებით მაკიაჟის შესაძლებლობებზე ვიტილიგოს მქონე ადამიანებისთვის. და ჩვენ იმასაც გავიგეთ დღეს შენი რუბრიკიდან, როგორ შევიყვაროთ ეს ვიტილიგო, იმიტომ რომ აი ადამიანი ვინ ჩვენ დღეს სტუმრად ყავს, მან ნამდვილად შეიყვარა, მიიღო თავისი თავი და პირიქით რაღაცა სილამაზე დაქცია და ეს მე მგონი მსოფლიოში უკვე დამკვიდრდა, ხო, რომ რაღაცნაირად თავის აი ამ გარეგნულ იმას განმასხვავებელ ფაქტორს, ასე ვთქვათ, იყენებენ სილამაზისთვის და იმისთვის, რომ დაამტკიცონ, რომ ყველგან შეიძლება იპოვო რაღაც ლამაზი. კი და შეიძლება აქციო უპირველად տեսობათაც კი. ასე ნამდვილად. მოდი ივლისის beauty box-იდან ამოვიღებ ორ პროდუქტს და დავაანონსებ, იმიტომ რომ ზუსტად ჯდება დღევანდელ თემაში, ხო? ეს არის ლამაზი ფერებია. ხო. ეს არის იტალიური ბრენდის Bionikes cover ხაზიდან ორი პროდუქტი, ტონალური და სტიკი. მართალია ზაფხულში ჩვენ არ ვიყენებთ სქელი დაფარვის პროდუქტებს, თუმცა როგორც უკვე ვახსენეთ, არის კანის ისეთი მდგომარეობა ან სიტუაცია, როდესაც გვჭირდება მაინც სქელი დაფარვა. ეს იქნება ვიტილიგო თუ სხვა ნებისმიერი მაგალითად აკნეს შემდგომ ან აკნეს შემდეგ დარჩენილი ნაწიბური თუ ლაქა, ან მკვეთრად გამოხატული ჭორფლი რაღაც მომენტში არ გვინდა რომ გვეტყობოდეს, ან თუნდაც ალერგიული რეაქცია, ეს ორი პროდუქტი, როგორც არც ერთი სხვა ისე მოაგვარებს პრობლემას და თანაც არის როგორც აერთიანებს დეკორატიულ კოსმეტიკას და ამავდროულად კანის მოვლის უმაღლეს სტანდარტებს. ვინაიდან შექმნილია უფრო ესეთი მგრძნობიარე და რეაქტიული კანისთვის, შესაბამისად ორივე პროდუქტი არის ჰიპოალერგიული, მაქსიმალურად დაცლილი ალერგენებისგან და გამღიზიანებლებისგან, არ შეიცავს პარფიუმს, კონსერვანტებს, გლუტენს. სტიკი არის უფრო სქელი დაფარვით და შესაბამისად ადგილობრივად გამოიყენება და მე მინდა რომ მაყურებელს უფრო ნათლად ვაჩვენო ამ სტიკის შესაძლებლობები და მოდი ესეთ პატარა ექსპერიმენტს გავაკეთებ. ხელზე დავიხატავ შავ ლაქებს და ამაზე უფრო მუქი ლაქა ალბათ არ შეიძლება რომ კანზე არსებობდეს. ცოტა შეშრეს და მერე ერთი გადასმით, მოდი კიდე დავიხატავ, ერთი გადასმით ვნახოთ რა შეიძლება გააკეთოს აი ამ სტიკმა. მარტო ორივე ერთად უნდა. არა, აი ტონალური არის უფრო თხელი დაფარვით და შესაბამისად უფრო დიდ უბნებზე გამოიყენება და სტიკით შეგვიძლია კონკრეტული, მე მაგალითად ძალიან ალერგიული ვარ და მქონია ისეთი შემთხვევა, რომ ის სადღაც წასვლის წინ უცებ და ალერგიამ როგორც იცის, აი მკვეთრი სიწითლე ემოციურ ფონზეც ხშირად მქონია სახეზე და არაფერი არ მიფარავს ამ სტიკის გარდა, ეს იყო ჩემი აღმოჩენა და ამ ყველაფერს იმიტომ ყვები, რომ ვიტილიგოს ლაქებსაც ფარავს, ხო? და მე როგორც ვიცი, ჩვეულებრივი ტონალური ამას ვერ აკეთებს, მართალია? აკეთებს, კი, მართალია, იმიტომ რომ ტონალურები ძირითადად ამ ბოლო დროს მით უმეტეს ისეთი შემადგენლობის არის, რომ უნდა სუნთქავდეს, უნდა იყოს ჰაეროვანი და აი ესეთი შემთხვევებისთვის ეს ორი პროდუქტი არის ნამდვილად გამოსავალი და
თან გარდა იმისა, რომ კარგად ფარავს, ორივე შეიცავს SPF 20 და იცავს მზისგან და ასეთი მგრძნობიარე კანის დაცვა მნიშვნელოვანი არის დეკორატიული კოსმეტიკით და ამის გარდა თვითონ კანსაც ამშვიდებს, არ იწვევს არანაირ გაღიზიანებას სხვა მაღალი დაფარვის მქონე პროდუქტებთან შედარებით, არ არის მძიმე კანისთვის, არ ახშობს ფორებს და მოკლედ იდეალურია. ეხლა მინდა გაჩვენოთ ამ სტიკის შესაძლებლობაც და მერე უკვე ხო, ამ შაბლაკას თუ დაფარავს, რა თქმა უნდა, ყველაფერს დაფარავ. ერთი გადასმით, ნახოთ, რომ ამაზე მუქი ლაქა ხო არ შეიძლება რომ იყოს სახეზე, ვიდრე ეს შავი ლაქები მქონდა და პირდაპირ ხდის უხილავს, ამიტომ ვისაც გსურთ რომ ასეთი პროდუქტი უბრალოდ მაშველად მაინც გქონდეთ. მოდი შევამოწმოთ. შევამოწმოთ უბრალოდ მე თხილად იყოს არ დაისვაროს, მაგრამ რა თქმა უნდა დაფარავს და სასურველია რომ თქვენი კანის სფერის მიხედვით შეარჩიოთ და ეს პროდუქტები 5 ფერში არის წარმოდგენილი ფარმსახლის აფთიაქებში. ეხლა ვისაუბრეთ ამაზე თუ როგორ შეიძლება მოვაგვაროთ იმ შემთხვევაში თუ გვინდა რომ საერთოდ უხილავი გახდეს ჩვენი კანის სიჭრელე თუ ნებისმიერი მასზე არსებული ლაქა, თუმცა მე ვფიქრობ რომ ყოველდღიურობაში ვიტილიგო იქნება ეს თუ ჭორფლი, საერთოდ არ არის აუცილებელი რომ დავმალოთ და დავფაროთ, არამედ ნუცა მაგერ უკვე თქვა რომ შეიძლება პირიქით უპირატესობათაც იქცეს და ბევრი მეცნებაა ჭორფლი რომ მქონდეს და ისე ხშირად ვიხატავ ხოლმე ძალიან ხშირად განსაკუთრებით რუჯის დროს. ხო, მაგრამ ადამიანი ხო ასე არის მოწყობილი, რაც აქვს ის. ხო, უნდა რომ გქონდეს და პირიქით, ხო. და ბევრი მაგალითი არსებობს იმისა, რომ აი ეს განსხვავებული ვიზუალი ადამიანებმა თავის უპირატესობად აქციეს და ამ ბევრი მაგალითს შორის ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი ჩემი აზრით არის კანადელი მოდელის ვიტილიგოს მქონე ვინი ჰარლოუს ისტორია, რომელიც 4 წლიდან დაავადდა, ასე ვთქვათ, ამ პრობლემით და ისეთი გამოხატული ლაქები გაუჩნდა სკოლის ასაკში ის იყო. ანუ ეგეთ პატარა ასაკში, მე მეგონა ასაკობრივი ის არის ესა. ხო, არა, სხვადასხვა ასაკში და ეს ვიკითხოთ უკვე ექიმთან. მაგრამ ხშირია, ხო, პატარა ასაკში რო ემართება და 4 წლიდან მქონდა მას სკოლის პერიოდში მძიმე ბულინგის მსხვერპლი იყო ამასთან დაკავშირებით და რას აღარ ეძახდნენ, ასე ვთქვათ, ზებრას და ასე შემდეგ. და იყო მხოლოდ დედა, რომელიც ეუბნებოდა, რომ აი ეს მისი განსხვავებული გარეგნობა, როდესაც აუცილებლად იქცევა მის უპირატესობა და მხოლოდ დრო არის საჭირო იმისთვის, რომ სხვებმაც დაინახონ ეს და მართლაც სულ მალე ის გახდა ისეთი ცნობილი ბრენდების სარეკლამო სახე, როგორიც არის Dior-ი, Fendi, Victoria's Secret-იც კი. ამავდროულად ის გამოჩნდა Vogue-ის, Elle-ის, Harper Bazaar-ის გარეკანზე და იქცა განსხვავებული კანის სილამაზის ელჩად. 2022 წელს მას ლონდონის მადამ ტუსოს მუზეუმში ცვილის ფიგურაც დაუდგეს და წელს ზუსტად 1 თვის წინ ნიუ-იორკის მადამ ტუსოშიც დადგეს მისი ფიგურა და მან შექმნა თავისი ბრენდი, რომელსაც ქვია K-Skin და უშვებს beauty ბრენდი, SPF-ის შემცველ და მზისგან დამცავ სხვადასხვა პროდუქტს, იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კანის დაცვას და მისი ისტორიით შთაგონებული ძალიან ბევრი ასობით ადამიანი გახდა მეტად თავდაჯერებული, ირწმუნა თავისი თავის და ის დღესაც აგრძელებს, რომ იყოს ერთ-ერთი გავლენიანი პერსონაჟი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში აი ესე გლობალურად ატარებს კონფერენციებს და აქვს ძალიან სერიოზული გამოსვლები და სპიჩები ვიტილიგოსთან დაკავშირებით და ძალიან კარგი შედეგები და გავლენასაც ის ახდენს ახალგაზრდობაზე, რომელსაც შეიძლება მსგავსი პრობლემა ჰქონდეს. ძალიან კაი მაგალითია და ულამაზესია მართლა. კი, ნამდვილად და სხვათა შორის ჩვენ დღეს შემოგვიერთდება ქართველი გოგოც ძალიან ლამაზი, ძლიერი არაფრით ჩამორჩება ვინის.
ისტორიას მოყვება ნამდვილად, თუმცა მანამდე მინდა დავპატიჟოთ სტუდიაში ექიმი დერმატოლოგი, რომელთანაც ერთადაც უფრო მკაფიო და სანდო ინფორმაციას გავიგებთ, რას წარმოადგენს მედიცინურად ეს ვიტილიგო და ვთხოვოთ ახლა სტუდიაში ნათია თოდუას, რომელთანაც გავარკვევთ ასევე ულამაზეს დერმატოლოგი სტუმრები ნათია დილამშვიდობი. მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის. ნათია, თუ შეიძლება მოგვიყევით რა არის ვიტილიგო? და კარგად და როგორ ვითარდება ეს დაავადება თუ მდგომარეობა თუ როგორც დავარქვათ ესე რაც შეიძლება იოლის სახელწოდება რომ მივცეთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რაც შეეხება ვიტილიგოს, ვიტილიგო არის კანის აუტოიმუნური დაავადება, როდესაც ჩვენი ორგანიზმი გადაწყვიტავს, რომ პიგმენტ მელანინის გამომუშავებელი უჯრედები, მელანოციტები არის ჩვენი მტერი და ანადგურებს მათ. შესაბამისად, კანზე ვიღებთ ჰიპოპიგმენტურ, ანუ თეთრ ლაქებს. ვიტილიგო შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ ასაკში 18 წლამდე, თუმცა 18-დან 30 წლამდე ყველაზე ხშირად გვხვდება განურჩევლად სქესისა თუ ასაკისა. რაც მთავარია, ეს არ წარმოადგენს საშიშ დაავადებას, არ გადადის არც შეხებით, არც ჰაერწვეთოვანი გზით, არც სისხლით. მაგრამ გენეტიკური წინასწარ-განწყობა ძალიან ხშირად აღინიშნება ხოლმე. რა მეზე მეტყოლებს, აი ადამიანი ვისაც აქვს ვიტილიგო, შეიძლება რომ მას გქონდეს აი მელანინი ახსენეთ თქვენ და აი რა მეზე მეტყოლებს, აი სხვა პრობლემებზე მაგალითად? ჯანმრთელობის სხვა პრობლემას გულით. როგორც წესი, ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს ხშირ შემთხვევაში არ უკავშირდება ვიტილიგო, თუმცა შეიძლება შეჭიდული იყოს სხვადასხვა აუტოიმუნურ დაავადებებთან, ძირითადად ენდოკრინულ პრობლემებთან, როგორც არის ადისონის დაავადება, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, დიაბეტი ტიპი 1, ასევე ალოპეცია, ამიტომ მაინც ურჩევთ ხოლმე, რომ წინასწარ კვლევები გაიკეთონ, ან მიმართონ ენდოკრინოლოგს მსგავსი პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში. ნათია, A ტიპის და B ტიპის არსებობს, ხო ის რით არის ეს გამორჩეული? ვიტილიგოს შემთხვევაში. ვიტილიგოს სიმეტრიულად, ასიმეტრიულად ვითარდება, მგონი B ტიპის შემთხვევაში თუ რა განსხვავება? ვიტილიგოს ჩვენ უფრო სამედიცინო ენაზე ვყავთ სხვადასხვა ტიპებად მიმდინარეობის მიხედვით. არასეგმენტური არის, როცა ის სიმეტრიული ლაქები ვითარდება, ძირითადად თითებზე, თვალების გარშემო, იდაყვებზე, მუხლებზე არის სეგმენტური ვიტილიგო, როცა გარკვეული თითო სხეულის ნახევარზე ვითარდება ხოლმე ერთ ნახევარზე და სიმეტრია არ ახასიათებს. არის ფოკალური, ლორწოვან უბნებზე, თქვათ პირის ზღუში, გენიტალიის მიდამოებში, თმაზე შეიძლება, წამწამებზე, წარბებზე, წვერზე და უნივერსალური ვიტილიგო, როცა 80-დან 90%-მდე კანის საფარველი უკვე არის გათეთრებული. ნათია და რამე არის გამომწვევი მიზეზი, აი რამე ერთი, აი თქვენ თქვით, რომ რატომღაც ორგანიზმი გადაწყვიტავს, რომ უნდა გაანადგუროს და აი რამე არის ისეთი, რატო გადაწყვიტავს, თუ აი საერთოდ ამოუცნობია ეგ პრობლემა. ვიტილიგოს გამომწვევი არის უცნობი დღემდე, მაგრამ ვინაიდან აუტოიმუნური დაავადება ჩვენ გავმარტეთ, რას ნიშნავს ეს, ასევე არის გენეტიკური წინასწარ-განწყობა. მის საწყის ხელი შეუძლია შეუწყოს სტრესმა, როგორც მექანიკურმა, ასევე ემოციურმა. მზის დამწრობა, სხვადასხვა ქიმიკატებით დამწრობა, ასევე თავისუფალი რადიკალების დაგროვება, რომელიც ითვლება, რომ შეიძლება მელანოციტებს აზიანებდეს. გასაგებია. ხო, ეს უნდა მეკითხა, სწორედ ახსენე, მექანიკურმა დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს და რა უცნაური ანუ მექანიკურმა დაზიანებამ შეიძლება ჩართოს ეს აუტოიმუნური სისტემა და დაიწყოს ეს პრობლემა. ნებისმიერ ასაკში, ხო, აი რაღაც ვიტილიგო მიეკუთვნება იმ დაავადებათა რიცხვს, ვიტილიგო ფსორიაზი, სხვათა შორის და წითელი ბრტყელი ლიქანი არის კიდე ეს დაავადება, როცა მონათესავე ისინია? აუტოიმუნურია სამივე, როდესაც კანის ტრავმატიზაციის ადგილას შეიძლება დაიწყოს დაავადება, ან გაჩნდეს ახალი კერები. იცით რა მაინტერესებს, რადგან დაუდგენელია თქვა გამომწვევი მიზეზი, შესაბამისად ალბათ ლოგიკურია, რომ არ არსებობს მკურნალობის გზაც, ხო?
რადგან ვერ ვადგენთ რამ გამოიწვია. ვიტილიგოს მკურნალობის გზები არსებობს, რომელიც ძირითადად მოიცავს ადგილობრივ თერაპიას. ამ შემთხვევაში არ ხდება სისტემური, ანუ მედიკამენტოზური მკურნალობა. რაც შეეხება ადგილობრივ თერაპიას, თითქმის ყველა ტიპის მკურნალობა, იქნება ეს ფოტოთერაპია, ლაზერით მკურნალობა თუ ადგილობრივი საშუალებების გამოყენება, მიმართულია პიგმენტის თუ კი კანს რესურსი აქვს დარჩენილი პიგმენტის განახლებისკენ. თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დროს რა უბანზე ვსაუბრობთ, რამდენი ხნის დაწყებულია დაავადება, იმიტომ რაც უფრო ახალია კერა, მით უფრო დიდი შანსია ხოლმე, რომ იქ პიგმენტი აღდგება. და ასაკს აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა, თქვა თუ ადრეულ ასაკში დაიწყო უფრო მარტივია ან რთული თუ არა აქვს ამას მნიშვნელობა რა ასაკში იწყება. მკურნალობის თვალსაზრისით გულისხმობ. ადრეულ ასაკში მკურნალობის დაწყებას და ახალ კერაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ახალგაზრდა ასაკში კანის აღდგენის უნარი უფრო სწრაფია და შესაბამისად საპასუხო რეაქცია მკურნალობაზეც უფრო ადეკვატურია ხოლმე. და შეიძლება სრულად ალაგდეს? სიმართლე გითხრათ, სრულად ალაგების პერსპექტივა ნაკლები არის ხოლმე, ძალიან მცირე ამის შანსი, თუმცა კონტროლს ექვემდებარება და შეჩერება და მართვადი არის. ნათია და აი ჰორმონებთან თუ არის რამე კავშირში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩემს ირგვლივ რამდენიმე ადამიანს აქვს, ერთი ჩემი ოჯახის წევრი, რომელსაც აქვს და გარდატეხის ასაკს უკავშირებენ, უბრალოდ მაგ დროს დაეწყო და აი რაღაც ჰორმონალურ ცვლილებასთანაც შეიძლება იყოს კავშირში? ამ შემთხვევაში თამამად ვიტყოდი, რომ ვიტილიგო, თქვათ, მოზარდობის მომწიფების ასაკთან, ჰორმონალურ ცვლილებებთან კავშირში ნაკლებად არის. თუმცა სტრესი შეიძლება იყოს გამომწვევი, რომელიც შესაძლოა ამას კავშირში და უბრალოდ დამთხევა, იმიტომ რომ ბევრისგან გამიგია. ხშირად ვეკითხები ხოლმე ჩემ პაციენტებს, თქვათ, დაწყებას ხომ არ უკავშირებენ რაიმე დიდ სტრესს, იმიტომ რომ ყოველდღიურად ყველას გვაქვს პატარ-პატარა სტრესები და ხშირ შემთხვევაში მათ პასუხი არის დადებითი. როგორც წესი მოსდევს ხოლმე რაიმე დიდ სტრესს. ხო და ალბათ აქედან გამომდინარე ძალიან მოწყვლადი ასაკია გადატეხის. შეიძლება დასწრულ ასაკში დაიწყოს, თქო, აი 40 წლის ასაკში, თუნდაც იგივე სტრესის გამო. ნებისმიერ ასაკში იწყება, თუმცა 30 წლის ზემოთ, 40 წლის ასაკშიც ალბათობა უფრო ნაკლებია. ნათია და ესეთი კითხვა მაქვს, ჩვენ უკვე ვთქვით, რომ არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის, არ არის გადამდები, მაგრამ აი რა არის მთავარი გამოწვევა? აი ვისაც აქვს ვიტილიგო, მისი მთავარი პრობლემა მხოლოდ ვიზუალური მხარეა და ამასთან დაკავშირებული ემოციური ფონი? თუ კიდე რა არის? ვიტილიგოს შემთხვევაში პრობლემატურს არ დავარქმევდი, თუმცა გამოწვევა არის მხოლოდ ვიზუალური მხარე. ან ქავილიან, ტკივილიან, რამე არაფერი არ ახასიათებს. აბსოლუტურად უსიმპტომო მიმდინარეობა აქვს და ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ნათია და აი ასევე ჩემი ოჯახის წევრისგან ვიცი, რომ ძალიან ახდენს მისი დაკვირვებით და შეიძლება მცდარია კვების რაციონი იმ წუთიერ მდგომარეობას რო გააჩნია, როგორი კვების რაციონი აქვს. და მინდა გკითხოთ აი ეს მეთოდები მართვის. თუმცა ჩვენ კიდევ ერთი სტუმარი გველოდება, არაჩვეულებრივი გოგო გვანცა ხურციძე, რომელსაც აქვს ვიტილიგო და დარწმუნებული ვარ, რომ მასაც აქვს თქვენთან ეს კითხვა და დავპატიჟოთ სტუდიაში და ერთად გავაგრძელოთ საუბარი უკვე აი ამ ნაწილში, როგორ მართოთ ვიტილიგო. ეს როგორი ულამაზესი საუბრები ყავს. კი ბატონო, გადასარევი, მადლობა რომ ხარ ჩვენი სტუმარი, მადლობა რომ ღიად საუბრობ ამ თემაზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს აინტერესებს. ხოცა უყურებ, მგონია რომ თლიანად იმიჯის ნაწილია და საერთოდ ვერ ხვდები სად აქვს ეს ვიტილიგო. კი, სიმართლე გითხრათ, გახდა ჩემი იმიჯის ნაწილი. კი, ეს თმა არის ხელოვნური ჩარევის შედეგი, ხო? კი, ბატონო, ეს შეღებილი არის, იმიტომ რომ უფრო წარმოჩენა მიწოდა ჩემი ვიტილიგოსი, თუმცა თვალწარბი ბუნებრივი არის. თვალწარბი ბუნებრივია? გვენდა, თუ შეიძლება მოგვიყევი, როგორ დამეგობრდით შენ და ვიტილიგო? სიმართლე გითხრათ, პირველი დღიდან მეგობრობთ. თეთრი წამწამი რომ დავინახეთ, აღარ მეკონა, თუმცა მოკლაყოფილო მაინც არ ვიყავი. მას ვაბრალებ იმას, რომ მხატვარი ვარ და ალბათ ესთეტიური თვალით შევხედე. ერთადერთი რამაც შემაშინა ის იყო, რომ
რამე საშიში ხო არ მჭირს, იმიტომ რომ ყოველდღიურად მემოტებოდა თეთრი თმა 10-15 იღერი მემოტებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში. სადღაც 10-11 წელს ვიყავი. და აი ვიზუალურად სულ მომწონდა. ხოლოდ მეთქი რამე ხო არ მჭირს იმაკეს მე ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიზუალურად მოგწონდა, ითქვათ ის რაც ხშირად ხოლმე სტრესის საფუძველია ფსიქოლოგიური. იცოდი რამე ამ დაავადებაზე ამას აქში. არასდროს არ მინახავს სანამ არ დამემართა. თუმცა კანზე ნაკლებად დაისახება მგონი შენ შემთხვევაში ხო და უფრო თმასთან მიმართებაში გამოიხატება. თმაზე უფრო ჩანს კანზეც მაქვს როგორც ხაულზე ასევე სახეზეც. თუმცა უბრალოდ არ მეტყობა. აი გარუჯვის შემდეგ მეტყობა. გიწეცდება უფრო ხო? ხო, ჯერ წითლდება და მე ძალიან მკვეთრი სითეთრე აქვს კანს. ნათია, თუ შეიძლება, აი ერთად განვიხილოთ, თქვი თუ უკვე და გავიგეთ, რომ ეს რაღაცა მთელი ცხოვრების თანხლები ამბავია თუ დაგემართა, მაგრამ აი რაღაცა რითი შეაშველონ ხელი, რითი შეანელონ პროცესი, ან გახადო ნაკლებად შესამჩნევი, ვისაც არ აქვს ის მიდგომა, როგორც გვანცას, რომ პირიქით ხას უსვავს ამას. აი არსებობს რამე ან კვებითი რაციონი, ან რაღაცა ცხოვრების სტილი შეცვალო და ამით დაეხმარო. ზისგან დაცვა რაც შეიძლება თქმა უნდა. არ შემიძლია მეც არ აღვნიშნო რომ ულამაზესი არის გვანცა და ძალიან მომწონს მის ეს განსხვავებული იერსახე. რაც შეეხება კვებას, მე ვახსენე თავისუფალი რადიკალები, როცა თავისუფალი რადიკალების დაგროვების შედეგად ხდება მელანოციტების დაზიანება. თავისუფალი რადიკალები ისედაც ბუნებრივი გზით გროვდება ჩვენს ორგანიზმში, თუმცა არასწორი კვება გადაჭარბებული რუჯი ხელს უწყობს მათ ჭარბად გამრავლებას. ამიტომ მითხრება, რომ როცა ჩვენი კვების რაციონი არის ჯანსაღი, გამდიდრებული ანტიოქსიდანტებით, სხვადასხვა ჩვენთვის სასარგებლო ინგრედიენტებით, ამ შემთხვევაში ვიტილიგო ბევრად უფრო კონტროლირებადია. ამიტომ ჩემს პაციენტებს ურჩევ ხოლმე, რომ ერთი ნუტრიციოლოგთან ვიზიტი ყოველთვის გაიარონ. რაც შეეხება მზეს, არ დაგვაუწყდეს, რომ უბნები, სადაც ვიტილიგოს ლაქები გამოიხატება, თავისუფალია მელანინისგან და არ არის მელანოციტების შესაბამისად, ეს არეები უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე ჩვეულებრივი კანი. და არიფერება. არიფერება, პირიქით იწვება მზეზე და შემდეგ შეიძლება დისკომფორტი მოუტანოს პაციენტს. ამიტომ უმჯობესია მოვარიდოთ მზეს და მაინც არ დაგვეზაროს, რომ ყოველდღიურად მინიმუმ 50 მზისგან დამცველობითი სპექტრის მქონე საცხი გამოვიყენოთ. ასევე ზაფხულში რეკომენდებულია ღია ფერის ტანსაცმელი ვატოროთ თეთრი ფერის, რომ არ მოხდეს კანის ჩახუთვა, რადგანაც ვიცით, რომ მუქი ფერი მზის სხივებს ძალიან კარგად აკუმულირებს. სხვა მხრივ ვფიქრობ, რომ მართვადი არის თუ ამ ყველა პატარა დეტალს, რომელიც საბოლოოდ კარგ შედეგებამდე მეგვიყვანს, გავითვალისწინებთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. იცით რა კითხვა მაქვს ფაქტობრივად თეონას კითხვის გაგრძელება, ანუ შესაძლოა თუ არა, რომ აი მაქვს თქვა ხელზე, კისერზე და ამ დროს რაღაცა 5 დღე გადამოვთ, სუდად ვიკვებები არაჯანსაღად და გამრავლდეს და მე თქვა ჩემი კვებით შემცირდეს. ანუ ეს ხდება. ამას ამბობს ჩემი მე მეგონა რომ სადაც არის ლაქა იქ რჩება და დამთავრებულია, ანუ აქ არის და აქვს გამწვავების პერიოდები და შედარებით, აი გვანცა ყველაფერზე გვიქნებს თავს, ანუ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერზე მასაც აქვს პასუხი. აბსოლუტური ინფორმაცია მაქვს ვიტილიგოზე. გვანცა პრაქტიკული თან. იცით რა მაინტერესებს? რამ სპეციალურ კრემებს თუ იყენებთ, ან სპეციალურ თავისმოვლის საშუალებებს? დასამრავლებლად მე მგონი ისე მოწონს, რომ აი ფოტოთერაპია ახსენა ნათიამ და ჩემი მეგობრისგანაც ვიცი, რომ ძალიან კარგი შედეგები აქვს, ვისაც უნდა რომ აი ცოტა 7-ისკენ წავიდეს ეს გამოხატული ვიტილიგო. აი თუ იყენებთ რამე ასეთ თუ იქიდან გამომდინარე რომ მე მკურნალობაზე უარი ვთქვი, იმიტომ რომ მინდოდა რომ ეს ჩემი თეთრი თმა და კანი მქონოდა და მომატებულიყო და არაპირიქით მომკლებოდა. ახლა ერთადერთი რასაც ვიყენებ არის მზის გადამცავი, იმისთვის რომ კანის სადაც პიგმენტი არ მაქვს, ის არ დაიწვას. ხოლო დამწრობის თვალსაზრისით ვარ, მე მგონი უფრო გახვიდოდი მზეზე, ხო? բայց აი შენ შემთხვევაში გამრავდა ასაკის მატებასთან ერთად, აი ისე იმ კითხვას უბრუნდები, რაც დავსვე. კი, სულ უპირველად მქონდა ერთი ღერი თეთრი წამწამი. თმაც მომემატა, კანზეც საგრძნობლად მომემატა და
ძალიან ლამაზია. ძალიან მეც მომისხული წამებზე და წარბებზე რაც ხდება, აი ძალიან ლამაზია. თმაში გეთანხმები რომ უყურებ დარწმუნებული ვარ რომ რაღაც ის არის, რა ქვია, ასეთი მინჯი და იცი როგორია რომ რამდენს ცდილობენ ადამიანები, თუნდაც ძალიან ლამაზები და ასე არა, ვისაც გონია რომ თქვა არანაირი ნაკლი არ აქვს და კარგი სახის კანი აქვს და ასე შემდეგ და რამდენს ცდილობენ რომ იყვნენ დასამახსოვრებლები და გამორჩეულები და გვანცას ეს აქვს ბუნებრივად და რომ მოდის ყველას თავს ამახსოვრებს და თავარი ალბათ მართლა ესაა რომ ასე ღიმილით შევიყვაროთ რაღაც მუქი კანით, ღია კანით, ჭრელი კანით და ასე შემდეგ. ეს მაგალითები სხვადასხვა რაღაცის მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ აი ეს თქვა ეს ვიღაცა სხვა აწუხებს, ვიღაცა სხვანაირად იღებს რა, ანუ იკეტება, დეპრესია ეწყება, რაღაც ნევროზი უნვითარდება და ას ითრევს იქითკენ უფრო იმისკენ და როდესაც გვანცას რო უყურებ და ადამიანებს, ვინც ამას ისე იყენებს, რომ ამას თავის პლუსად აქცევს, აი ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ეს არის ძალიან დიდი სტიმული იმ ადამიანებისთვის, რა ვიცი, ვინც გვიყურებს და ვისაც ეს გონია რომ ეს რაღაც ისეთი პრობლემაა, რომელიც დაუძლებელია და დეპრესიაში გაგდება და სახლიდან არ გიშვებს, აი შეხედონ კვანცას, შეხედონ იმ მაგალითებს, რომელიც არის და ეს შენი რაღაც მინუსი, რომელიც შენ გონია რომ ეს მინუსია, გადაქცეული პლუსად იძლევა ესეთ შედეგს, რა ვიცი. ზუსტად და სხვათა შორის მე ბევრი ისტორია წავიკითხე, რომ ემზადებოდი ამ გადაცემისთვის და ერთადერთი შემთხვევა არის გვანცა, რომელიც ყვება რომ პირველი დღიდან შეიყვარა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ყველას აქვს პროცესი, რაღაცა გაიარა, რაღაცა ბულინგი იყო მასზე, რაღაცა ვერ აიტანა, ვერ გადაიტანა, იმუშავა თავის თავზე და გამოიყვანა, მაგრამ აი გვანცასნაირი პოზიტივი მართლა რაღაც მგონი ერთადერთია, აი ბულინგი ერთია რომ თქვა თქვენ მიიღეთ და შეიყვარეთ და მოგეწონათ ვიზუალურად ეს ყველაფერი და გინდოდათ რომ გამრავლებულიყო, მაგრამ რა ხდებოდა თქვენ გარემოცვაში? აი ბულინგს ვერ დავარქმევ, ნამდვილად არ გამომიცდია. უფრო მეტად იყო, აი არავის არ ჯეროდა, რომ ბუნებრივად გამითეთრდა თმა ისე უცებდა. აი მაგაში გადანაშაუება, ეგეთი საუბრები უფრო. ის რომ გვანცამ ესე პოზიტიურად მიიღო და პირიქით ეს რაც დადებითად წარმოაჩინა, შესაბამისად ალბათ გარემოც ესეთი დახვდა, რომ საპასუხო თორე ნამდვილად, აი სწორედ სხვისი აზრი განსაკუთრებით აი ახალგაზრდა ასაკში და გარდატეხის პერიოდში იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აი გარემო როგორ ხდება და რა რეაქცია მოდის იქიდან ეს ხშირად რაღაცა სწორედ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ძალიან მოქმედებს ხოლმე და ეს ის მართლა საოცარი შემთხვევაა, როდესაც გარემოს დამოკიდებულებაც კი შეცვალა. მიზეზი? იქნა გამომდინარე რომ არ ვიცით რეალურად რატომ ჩდება ვიტილიკო. ერთ-ერთი გამოწვეული მიზეზად არის დასახელებული სტრესი, რაც მეც გადავიტანე პატარაობის ასაკში და ექიმაც ეგ მითხრა არაერთმა, რომ აი სტრესის გამო დაგემართვა და მეც მჯერა, რომ სტრესის გამო დამემართა. ნათია და იცით რა მინდა გკითხოთ, მაინც ზაფხულია, დღევანდელი დღით ვერ ვიტყვით რომ ზაფხულია, მაგრამ ხო ვიცით რომ ზაფხულია და აი როდესაც ვახსენეთ, რომ ეს თეთრი ლაქები, რომელიც კანზე არის გამოხატული და სხეულზეც ხშირ შემთხვევაში უნდა მოვარიდოთ მზეს აი ადამიანის ცხოვრება, რომელსაც აქვს ვიტილიკო, იზღუდება რაღაც ხარისხით, აი თუნდაც მინიმალური დოზით, აუზზე წასვლა, ზღვაზე წასვლა, რაღაც გარუჯვას ახლა არც ვიტყვი, მაგრამ აი ეს ხო რაღაც სიამოვნებასთანაც არის კავშირში ეს ყველაფერი და ადამიანები მთელი წელი ველოდებით ზაფხულს სწორედ აი ამიტომ და აი ამ ადამიანებისთვის ეს შეზღუდულია თუ შეიძლება რაღაცა დოზით? ვიტილიგოს მქონე პაციენტები თავისუფლად შეიძლება ეწვიონ აუზებს და წავიდნენ ზღვაზე დასასვენებლად. უბრალოდ ის რეკომენდაციები, რაც ჩამოთვალეთ, რომ მზისგან უნდა დაიცვან თავი, იხმარონ მზისგან დამცავი საცხი და ისაც 12-დან 4 საათამდე ყველასთვის რეკომენდებულია, რომ არ ვიყოთ შუაგულ მზეში. შესაბამისად, მათი ყოველდღიურობა შეზღუდული ამ კუთხით არ არის საჭირო რომ იყოს. უბრალოდ ეს რეკომენდაციები, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ გაითვალისწინონ
რათა დამწრობის შედეგად ახალი კერების გაჩენა არ მოხდეს. ისე როგორც თქმა ჩვენგანმა, იმიტომ რომ ეს რომ თავი უნდა დავიცვათ მისგან, შენ ხო გვასწავლის. ეს ყველაზე ვრცელდება. და რამე სხვა გარე ისინი ხო არ არის საშიშია, თქვათ აუზი ვახსენეთ და ქლორი და რაღაცა ხო არ არის რამე აი შეხება. რადგან მგრძნობიარეა კანი, აი ძალიან კარგი კითხვაა. ეს მგრძნობიარე კანი კიდევ რაღაცნაირად უნდა იყოს დაცული და გაფრთხილებული. ერთადერთი მაგდროს ურჩევ ხოლმე ყველას, რომ აუზიდან ამოსვლის შემთხვევაში ქლორის სწრაფად გაწმენდა მოხდეს კანის ზედაპირისგან, ანუ არა მხოლოდ გადავლება, არამედ საპნის გამოყენება შხაპის დროს და დამატენიანებელი კრემი, რომელიც ჩვენ კანის ბარიერულ ფუნქციას უფრო აძლიერებს და კანი ნაკლებად სენსიტიურია. ისევე ალბათ როგორც ყველა კანი. ისე როგორც ყველა შემთხვევაში. განც აი შენი ცხოვრების სტილი თუ წესი თუ ყოველდღიურობა აი რამით ამის გამო არის განსხვავებული? კი. აბა რითი მოგვიყევი? აი იმით რომ მაქსიმალურად ვერიდები მზეზე დიდხანს ყოფნას, არ ვიროჯები, რა თქმა უნდა სოლარიუმში არ დავდივარ. აი მხოლოდ ეს არის. დანარჩენი უფრო სახელისო ფაქტები არის. აი ყველას ლოგიკური კითხვა უჩნდება, რომ დამინახავს, რომ აი ბუნებრივია, რატო გაქვს. სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან ამ თემის განხილვა მიმდინარეობს. მე ის არის, რა ქვია, ინფორმაციულად ძალიან მწირი ინფორმაცია ესე, ყველას გონია ალბათ რაღაცა ეს აი რომ ახსენეთ თქვენ გადამდები რაღაცა რაღაც თითქოს ის არის რაღაც ეს მე ხარ დამემართება და ეს ინფორმაციული ის ალბათ კიდე იწვევს რაღაც ისეთ უხერხულ რაღაცებს. ნებირების ამაღლება ჭირდება ამ თემას. კი და ჩვენ ვეხმარებით ყველას ამ თვალსაზრისით ჩვენი გადაცემა მაგისტრის. ყოჩავთან. განცა და დაჯეკი ყუთია. რადგან თქვით უკვე რომ მართლა ჩემი გადახედვით ერთადერთი შემთხვევა ხარ აი ესეთი პოზიტიური პირველი წამიდან ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის შენი რჩევა რას ურჩევდი იმ ასე ვთქვათ, მაინც ახალგაზრდებს, რადგან ასაკიც დავაკონკრეტეთ, რომ უფრო აი ხშირია გარდატეხის ազգები, ვინც აი ახლახანს გაიგო, რომ აქვს ვიტილიგო, რომელიც ექნება მთელი ცხოვრება. აი რას ურჩევდი მათ? მე ვურჩევდი, რომ დააპრიორიტეტონ თავიანთი მენტალური მდგომარეობა, იქნა გამომდინარე, რომ ვიტილიგო სტრესის ფონზე ჩნდება. ეს ერთ-ერთი სავარაუდო ფაქტორი არის. ვიზუალურ მხარეს რაც შეეხება გამოცდილ ადამიანს დამიჯერონ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ნატრობს ჩვენ ერთ მას და კანს. იმიტომ რომ ესეთი ესთეტიურად ლამაზი დაავადება მართლა ძალიან იშვიათი არის. ასევე ვურჩევდი, რომ თავი განსაკუთრებულად იქცნონ, მოიხდინონ და ნახავენ რამხელა სიყვარულს და დადებით ყურადღებას მიიღებენ, სადაც კი გამოჩნდებიან. სხვადასხვა იმიჯი შეუძლიათ რომ მოირგონ. კი, მე მგონი რომ აი ამ შენ გამოსვლას ბევრჯერ გადაახვევს ბევრი მშობელი თავის შვილისთვის თუ ადამიანები რომ ხშირად მოისმინონ და რაღაც გაძლიერდნენ და გამყარდნენ და ნათია თქვენგანაც დაავადება რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს სტრესის ფონზე. უნდა გაგიმართლოს რომ ეს კი, იყოს ნამდვილად ასეა. და თქვენგანაც მოვისმენთ შეჯამების სახით აი სამ მთავარ რჩევას ვიტილიგოს მქონე ადამიანებისთვის. ჩემი მხრიდან როგორც ექიმის მხრიდან პირველი რჩევა იქნებოდა რომ ლაქას როგორც კი შევამჩნევთ, არ აქვს მნიშვნელობა თეთრი იქნება თუ მუქი, მაინც არ გადავდოთ ექიმთან ვიზიტი და უკაცრავად დიაგნოსტიკა როგორ ხდება ამისი, რამე სპეციალური კვლევა ჭირდება თუ ვიზუალურადაც ექიმი ხვდება უკვე რომ აი ეს არის ვიტილიგო. ვიტილიგოს დიაგნოსტირება ძირითადად ხდება ვიზუალურად, თუმცა მაინც გვაქვს ასეთი ხელსაწყო ვუდის ნატურა, ალბათ გვანცას ულტრაისფერი ნათება იქნება ნანაკი, იმიტომ რომ სხვადასხვა ჰიპოპიგმენტური დაავადებები არსებობს, უბრალოდ ვუდის ნატურის ქვეშ ძალიან მკვეთრად ჩანს მკვეთრი კიდეებით ვიტილიგოს ლაქა. შესაბამისად დიფერენცირებას ვახდენთ ხოლმე ამით სხვა ლაქებთან მიმართებაში. ამიტომ არ გადავდოთ ექიმთან ვიზიტი, თუ კი რაიმე ტიპის ლაქა შევამჩნევთ. ასევე ჩემი რჩევა იქნება, რომ კიდევ აღნიშნო, რომ მოვერიდოთ მუზეეს, თუ კი დაგვიდასტურდა ვიტილიგოს დიაგნოზი. და მესამე ალბათ ყველას ვეტყოდი რომ მივიღოთ და შევეყაროთ საკუთარი თავი ისეთები როგორებიც ვართ, რადგანაც ვფიქრობ რომ ჩვენი აი განცას შემთხვევაში ის ინდივიდუალური შტრიხები ხდის მას ისეთ განსაკუთრებულს როგორიც არის. ამიტომ როგორც
როგორც არის ჩვენი აღქმა, მე გარშემომყოფებიც ისე იღებენ ამ რეალობას. ზუსტად, ძალიან დიდი მადლობა ნათია და გვანცა და წარმატებას გისურვებთ. მასი მადლობა მოგზაურობისთვის. მე დავემშვიდობები მაყურებელს და ყველა ვიტილიგოს მქონე ადამიანს მოვიკითხავთ ძალიან დიდი სიყვარულით და გოგოებისგან მე მგონი ფანტასტიკური რჩევები მოისმინეთ.